როცა დავარკვევთ ყველაფერს თავის სახელი, რადგან ეს ქვეყანა მარტო პოლიტიკოსების არ არის. ეს ქვეყანა ფერმერისა, მასწავლებელისა, სპორტსმენისიცა. ეს ქვეყანა ყველას გვეკუთვნის, ყველას სათქივარია. დღევანდელ ხელისუფლებას გონია რომ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ მოვალეობა გვაქვს. მოვალეობა იმისა რომ ვუხადოთ ჯარიმები და გადასახადები. სინამდვილეში კი მოვალეობასთან ერთად უფლებებიც გაგვაჩნია. გვაქვს უფლება მუშაობის, ცოდნის მიღების. გვაქვს უფლება გვჯეროდეს დამოუკიდებელი სასამართლოს უზენაესობისა. ამ დროს კი ქვეყანაში შექმნილია მძიმე სოციალური ფონი. დაკარგულია ტერიტორიები. მილიონობით ჩვენი თანამემამულე უცხო ქვეყანაშია გადახვეწილი, ხოლო დარჩენილებს კი უმუშევრობა ემუქრებათ. ქვეყანაში ჩამოყალიბებულია ადამიანთა გარკვეული კასტა, რომლებიც დაუჟელობით სინდრომით სარგებლობენ ხელშეუხებლობით. მათ მოახდინეს კანონის უზურპაცია, ხოლო კონსტიტუცია სათავისოდ მოირგეს. წლების მანძილზე ხდებოდა ძეგლებისა და ეკლესიების ბოლშევიკური დევნა. თემას გადავუხოთ მოგახსენებთ. მე კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვაცხადებ, რომ მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან. ეს ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რადგან 15 წელი ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავ. მინდა მადლობა უთხრა ყველა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ხარს მიჭერდა გამარჯვებისას და წუხდა ჩვენი მარცხით. მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს. მადლობა გულშემატკივარს, მადლობა მწვრთნელებს. მართლა ძალიან მიჭირს საუბარი მეგობრებო, რადგან 15 წლის მანძილზე 83 მატჩი ჩავატარე ეროვნულ ნაკრებში. აქედან ყველაზე დასანანი იყო ერთი მატჩი, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემს. მაგრამ კიდევ ერთხელ ბოდიშუფტი ქართული შემოქმედება. ძალიან კარგია თუ ის ადამიანებიც მოიხდიან ბოდიშს, რომლებიც არაერთი თამაშს არამედ რეალურად მთელი თავიანთი ცხოვრება ავტოგოლებით მოდიან და ავტოგოლებით მოდის ჩვენ.